ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როგორც თქვენ ცხოვრობთ ჯერჯერობით, რომ როცა ეს ეგრეთ წოდებული დიდი აზრები კედლებზეც იყო აღბეჭდილი, კედლებზე შენობების და არა მარტო კედლებზე, კლდეებზეც იყო. და ეს იყო სხვათა შორის დიდი გეგმა ლენინის, რომ ის ასე აღიქვამდა ადამიანს, ადამიანი არის თავისთავად უტვინო და უმწეო. და მასში მხოლოდ გარედან შეიძლება რამის შეტანა და ძალით და მიწოლით, თქვათ ასე. და იდეალურია, რომ ადამიანი გარშემორტმული იყოს, სასაგაიხედავს ყველა ხედავს რას? ადამიანის, კაცობრიობის უდიდეს აზრებს და სიბრძნეს, კლდეებზე, მოედნებზე. ყველგან. და შეიქმნება, გაიზრდება ახალი ადამიანი. რაც სხვათა შორის გაუმართლა ლენინის ისტორიამ. ერთ რამეს თუ მიაღწია საბჭოთა ხელისუფლებამ, ეს არის, რა თქმა უნდა, ადამიანის ახალი ტიპის შექმნა. ცხადია, რომ რაღაც მუტაციების გამო და მე ასეთი მიზან დასახული ზემოქმედების შედეგად შეიქმნა ახალი ანთროპოლოგიური ტიპი, რომელიც მეორე მხრივ არის გადაგვარებული ვარიანტი ნორმალური, ტრადიციული ადამიანური სახისა. და როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ოკუპირებული ვართ იმპერიის მიერ, ჩვენ არა მთელ სიმართლეს არ ვამბობთ და ძალიან სახიფათოა არ ვაცნობიერებდეთ სიმართლეს მის მთლიანობაში და არ ვამბობდეთ მას ბოლომდე. ვიმეორებ, რომ ფილოსოფიის ამოცანაა ეძებო ჭეშმარიტება და თუ ნახავ გამოთქვა ბოლომდე. ეს არის ბოლო ან საბოლოო პირდაპირობა, რომელიც ხვედრია, რა თქმა უნდა, ფილოსოფოსის, როცა დგას პირდაპირ ხაზზე, მაგას არ შეუძლია არ მივიდეს ბოლომდე.